მოგესალმებით, მინდა ვისაუბრო ამ თემის შესახებ, რომელზეც ყველა ფიქრობ და ვსაუბრობ ბოლო დღეები, ხო, ეს სკლინტის სკანდალი, ეგრეთ წოდებული, ძალიან მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ ჩვენი ჯანმრთელობა არ არის, ხო, აი თქვა როგორც მანქანა დაუშვათ, რომელსაც დაელოდები, როდის გაფუჭდება, დრო რო არ დაკარგო მის პროფილაქტიკაში მისაყვანა და შემდეგ გააკეთებ და ჩვეულებრივ ისევ ნულიდან დაიწყებ, ხო? ანუ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჯანმრთელობა, რასაც პრევენცია სჭირდება აუცილებლად, რომ მე არ იყოს გვიანი. მოდი გადავიდეთ ახლა დეტალურად ამ საკითხზე. ანტიბიოტიკებზე ვთქვათ ორი სიტყვით, ხო? ნუ რა არის ანტიბიოტიკები? ანტიბიოტიკები არის მთავარი იარაღი ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის, რაც არის მედიცინის მთავარი მიღწევა, ხო? თანამედროვე მედიცინის მთავარი მიღწევა არის ის რომ ბოლო 1 საუკუნეში სიცოცხლის საგრძელობა გაიზარდა 25 წლით, 50 წლიდან 75 წლამდე. იმიტომ რომ პირველ რიგში რაც ვისწავლეთ კარგად, ეს არის ინფექციურ დაავადებებთან, ტუბერკულოზთან და ასე შემდეგ ბრძოლა. ანტიბიოტიკები არის ისეთი, თქვა ანუ სიცოცხლის საწინააღმდეგო პირდაპირ გადავთარგმნოთ, ხო, გადმოვაქართლოთ, ასე ვთქვათ, წამალი, რომელიც ანადგურებს მიკროორგანიზმებს, აი ფლორას, რომელიც ბუდობს ჩვენში, ხო, ჩვენ ზოგადად ხო ვართ რამდენიმე რაღაც, ხო, არის ჩვენი სხეული, ცნობიერი, ქვეცნობიერი, სული, ასე შემდეგ და ასევე არიან მიკროორგანიზმები, ხო, სხვა ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენში და ჩვენ მათ გარეშე არ შეგვიძლია და მათ ჩვენს გარეშე. ანუ ისინი გვეხმარებიან საჭმლის მონელებაში, შაქრების დაშლაში თუ მაგალითად და მათ გარეშე ადამიანი ვერ იცოცხლებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, სასიცოცხლო დაუცლებლები არიან ისინი. ეხლა ვთქვათ თუ რა ზუსტად რა სახის, ანუ რა ძალიან ბევრი მილიონი სახის არიან კარგები და ცუდები, ან ცუდებს პათოგენებს ვეძახით, ხო, და ყველაფერი ან ყველას ყავს ცუდის და კარგიც, უბრალოდ მათ იმაზეა დამოკიდებული ერთმანეთთან მიმართებაზე, ხო, ანუ კარგი ცუდებიც რაღაც კარგ საქმეს აკეთებენ, ანუ ყველაფერი ცუდებიც არ არიან, უბრალოდ ყველაფერი დამოკიდებულია იმ საერთო ფლორაზე, ხო, საერთო იმაზე ბალანსზე და საერთო რაღაცა იმაზე ისეთ მიმართებაზე მათ შორის, რომ იყოს ეს საუკეთესო ყველა მოვინელოთ ბევრი საჭმელი, მოვინელოთ სწრაფად, აი ძირითადად იმაზე და არ დავზიანდეთ, ხო, ეს არის მათი მთავარი მისია. ანტიბიოტიკები არ არჩევენ და ანადგურებენ ყველას, ხო, ამიტომ არის აი მიღების დროს სვამთ ხოლმე პრობიოტიკებს, ხო, ეგრევე კარგ ბაქტერიას და მე პრებიოტიკებს ჭამთ, ანუ პრებიოტიკები ის რაც შემდეგ რასაც ჭამენ, რაც საუკეთესო საკვებია აი ამ პრობიოტიკებისთვის, რომ არ განადგურდეს ჩვენი მიკროფლორა და არ იწვალოს ძალიან ორგანიზმმა და არ განვითარდეს რაღაც დაავადება, აი ამ დროს სანამ საკვებს ვერ გადაამუშავებს ორგანიზმი და სხეულის უჯრედები, ხო, ანუ სიცოცხლის საწყისი, ხო, ყველაზე დაბალი ერთეული სიცოცხლის უჯრედები არ დარჩნენ ნუტრიენტების გარეშე, ხო, რაც არის თითქმის ყველა დაავადების მიზეზი. ეხლა ვთქვათ, მოდი ეს ანტიბიოტიკები, ანუ რა არის პრობლემა, ხო, აი ზედმეტი მოხმარების, ანუ დოზაზე არის, ანუ ბალანსზე არის ყველაფერი დამოკიდებული. ანტიბიოტიკები აკეთებენ ძალიან კარგ საქმეს, როგორც ვთქვით, ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონებაა, ხო, კაცობრიობის ისტორიაში. ანტიბიოტიკები, იმიტომ რომ გაზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, რაღაც 50%-ით, ბოლო საუკუნეის ცოტა მეტი ხნის განმავლობაში. და ანუ დოზირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ცოტა საქმეს გააკეთებს, მაგრამ ბევრი არის უკვე ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ეს მიკრობები, ეს მიკროორგანიზმები ხდებიან რეზისტენტულები და უკვე აღარ რეაგირებენ, როცა მართლა დაგჭირდება ეს ანტიბიოტიკები, აღარ რეაგირებენ უკვე მათზე და ისე უბრუნდებით 2 საუკუნის და 3 საუკუნის წინანდელი ადამიანის მდგომარეობაში, ხო? როცა დაავადება გვაქვს და ინფექცია გვაქვს და ვერ ვებრძვით მას, იმიტომ რომ არ არსებობს ფაქტიურად ანტიბიოტიკი რა. აი ეს ძალიან ბევრი სხვა შორის ალერგია, რაც დღეს აი ეს გადაგვარებული, გადაჯიშებული ეს ვირუსები, ხო, რომელსაც სულ უფრო და უფრო რთულად ებრძვის და აი რომ შეგვხვდება და ერთი თვე რო გვაქვს, ხო, ზამთრის თვეებში და მე 2 თვე ხელას ტოვებს და რაღაც. აი ეს სულ ყველაფერი, რა ვიცი, მე პირადად მგონია სწორედ აი ამის ბრალი, რომ
ასე ვთქვათ, გენეტიკური პლასტიურობის გამო, ხო იმის გამო, რომ შეუძლიათ მათ ევოლუციურად განვითარდნენ, მოერგნენ ახალ პირობებს და რაც არ მოკლავთ, გაძლიერდნენ ამ მიკროორგანიზმებს, უკვე წამლების მიმართ ხდებიან გამძლეები, იტანენ უკვე ამ წამლებს, გადაიტანენ და გაორმაგებული, გასამაგებული იმით ენერგიით ებრძვიან ადამიანის ორგანიზმს, ხო? აი ხა მაგალითად ერთ-ერთმა ექიმმა მითხრა წელს, რომ ალერგიები, ანუ ხალხი, რომელსაც ცხოვრებაში არ ქონია ალერგია დაემართათ, რაღაც დაეწყოთ, რაღაც თხილზე, მცენარის იმებზე, ხიდან რაც არის, ხო, მტვერი მცენარის. და ალერგია რა არის? ალერგია აქვს ადამიანებს, რომელსაც აქვს უფრო ძლიერი იმუნური სისტემა, რომელიც უფრო პანიკიური არის და ყველაფერზე პანიკას ტეხავს. ხო, ეგ არის ალერგია. ზედმეტად მგრძნობიარეა და კარგი რაღაცაც კი შეიძლება ეგონოს, თქვა, ცუდი რაღაც. ხო, ეგ არის ალერგია. ანუ გაგიჟებულია ადამიანის იმუნური სისტემა, ვეღარ დასუსტებული არის, ამდენი ანტიბიოტიკით, ამდენი წამლებით ვეღარ ებრძვის ამ მიკროორგანიზმებს და ამის გამო ემართება ადამიანს ალერგია, ხო, უკვე გიждდება ეს იმუნური სისტემა, ყველა მტერიგონია უკვე და ანუ ყველას ებრძვის რა. ეს არის პრობლემა, მოკლედ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობა აი ამ მიკროორგანიზმების და მათი გაძლიერება. ანუ პათოგენური ნაწილის, რა თქმა უნდა, რა ის კარგი ნაწილი რომელიც გაძლიერდეს, პრობლემა არა, იმიტომ მთლიანად კარგ საქმეს აკეთებენ ისინი. ეხლა გადავიდეთ მოდი ცხოველებთან დაკავშირებით, ხო ხა ცხოველებს ცოტა სხვა მიზნით უკეთებენ ანტიბიოტიკებს, ან ცხოველების შემთხვევაში არის ის რომ ვთქვათ, ერთი რომ პრევენცია ხდება დაავადების, იმიტომ რომ როცა ყავს 3000 სული, ხო, ვთქვათ 1-2 რო დაინფიცირდეს, შეიძლება ყველა დაინფიციროს, ხო, ამიტომ ხდება მათ შემთხვევაში შეიძლება პრევენციის 3000 ვეზე მიცემა, წესთ უნდა იყოს, რომ ვინც დაინფიცირდა, იმას მიეცეს და დროულად ხდებოდეს ამის გამოვლენა, მაგრამ ეს ხარჯიანია და მეორე არის ის, რომ აი ეს ქათმები, სულთეხასაქონელი ყველაფერი აღმოჩნდა, რომ უფრო სწრაფად იზრდებიან რა, ბოლომდე დაუდასტურებელი მექანიზმების გამო. ნუ შეიძლება იმიტომ, რომ დაავადებები ნაკლებად ხდება და ნაკლებად აფერხებს მათ განვითარებას რა. გარდა ანტიბიოტიკების საუკეთესო ადგილი გამრავლების არის მიწა და ქათამი რო კენკავს მიწიდან იქიდან შედის. წყალი რომელიც ამ მიწას გაივლის, თუ მიწაში არის ეს ანტიბიოტიკების ბაქტერიები უფრო სწორად, ხო, ეს პათოგენები და მე ამ წყლით მოიწყვება თუ პომიდორი, იქაც იქნება და თუ არ გავრეცხავთ კარგად ამ პომიდორს, ისიც მოხდება ადამიანის ორგანიზმში ჩვეულებრივ. და კიდევ უფრო გააძლიერებს იმ ბაქტერიას, რომელიც არ მოკვდება, ხო? ალტერნატივა რა არის? აი ამ ანტიბიოტიკები ვიცით ხო, რომ უკიდურეს ფორმაა, ანუ არის კიდე სხვადასხვა მეთოდები, ბუნებრივი მეთოდები, ფაგები, ნუ ეს ფაგები ნაწილობრივ ალტერნატიული მედიცინაა, 100% დამტკიცებული არ არის, რომ ვითომ დნმ შეეცვლება პათოგენს და ხდება კარგი ბაქტერია. ხო, მაგრამ ნუ ზოგადად აი თქვა ნიორი სიტყვაზე, ხო, საკმაოდ ნატურალური ანტიბიოტიკიც კი ამ ნატურალური ანტიბიოტიკის მიმართაც კი გამძლე ხდება ეს ბაქტერია, აი ამ ანტიბიოტიკის გამოყენების შედეგად, ხო, ეს არის პრობლემა და შემდეგ ეს გადადის ხორცში, გადადის რძეში და ხდება შემდეგ დაახრძელა ჩვენს ორგანიზმში შესაბამისად. ნუ ეხლა დაუბრუნდეთ მოდი ამ кейს, ანუ ამ ორ კომპანიის შორის ვინ არის მართალი, ალბათ დამოკიდებულია იმაზე თუ მაინც კონტრაქტი არ რეგულირებს, ხო? ყველაფერს ანუ რა ეწერათ კონტრაქტში. ზოგადად რა თქმა უნდა, ეხლა ერთი ცხოველის ფეკალით მეორე ცხოველის გამოკვება ეს რაღაცა დაუშვებელია, აკრძალულიც არის კანონით. საქართველოშიც ყოფილა თურმე როგორც გავარკვია, თუ ევროკავშირში დიდი ხანია გაკრძალულია უკვე. მცენარისთვის ძალიან კარგი საკვებია, ხო? იმიტომ რომ აზოტი, კალიუმი და ბევრი სასუქი არის შიგნით და კარგი კომპოსტი მზადდება რა. თუ სწორი პროპორციები ჭირდება და იდეალური სასუქი არის ჯამში ეს ნაკელი ქათმის და არა მარტო ქათმის მცენარების, მაგრამ ცხოველთან ეს რაღაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ნუ ჩემთვის ის არის უცნაური ამ ისტორიაში, რომ აი თქვა 200 თუ 300 სული დაიღუპა ხო და ანუ როგორ მოხდა ამდენის დაღუპვა. ანუ კაი თქვა ანტიბიოტიკებს არ უკეთებდნენ ხო, ალბათ რო გაეკეთებინათ ამდენი არ დაიღუპებოდა ალბათ. და დაუშვათ ნაკელიდან მოხდა დაინფიცირება, კი დაინფიცირება ბჭყალებში მათი. მაგრამ თქვათ როცა დაიღუპა 1-2, თქვათ რატო არ მოხდა რეაგირება და მთავარი შეკითხვა არის, რომ თქვათ რატო არ შემოწმდა ის სკლინტი.
რაც 2700 ტონამდე ვიყიდეთო და ეს 2700 ტონა მესმის მთლიანად ვერ შეამოწმებ ლაბორატორიული კვლევები ძალიან ძვირიჯდება ხო და მაგ შეამოწმო შეიძლება ერთი პარტია, ორი პარტია, მაგრამ ნუ იქ არ აღმოჩნდა და დანარჩენში აღმოჩნდა ან თქვათ ანუ რაციოსაც გააჩნია, რა დოზით მიეცემა, მაგასაც გააჩნია, ხო? თან იქ არის კიდევ ტეტრაციკლინი და ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის ისინი არის. ანუ რომელი ანტიბიოტიკი აძლევდნენ, მაგასაც ანუ ჩემი აზრით აქ თავარი პასუხისმგებლობა არის მაინც იმ კომპანიაზე, ვისაც ყავდა ეს სრულფეხა საქონელი რა. სახელმწიფოს როლი არის ასევე ხაზგასასმელი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. ხო, ეს უხსნაძმებლობის სააგენტოში, როცა დაიღუპა ამდენი სული, ანუ ხო უნდა მოხდარიყო გამოკვლევა ანუ რის გამო მოხდა ხო ის ხორცი საწავიდა ამ დაღუპული სრულფეხა საქონლის ხო არ მოხდა ახლზე ან იმ ფერმაში თქვათ რომ ასავაროდ სხვაც იყო და სხვაც იყო რაღაც სულ მდგომარეობაში დაინფიცირებული ხო იმის ხორცი ხო არ მოხდა ან რძე საწავიდა ის რძე განადგურდა ხო არ მოხდა ახლზე ეხლა მე რომ მივიდე საავადმყოფოში 3 წუთი ამქონდეს მოხდერილი მაგალითად ან ყალბიფულით მივიდე გადასახურდაობელ პუნქტში ანუ იქ უნდა მოყვება ხო რაღაც რეაგირება შესაბამის უწყებებიდან და ალბათ იგივე უნდა ხდებოდეს ამ შემთხვევაშიც ხო უნდა ეცნობას შესაბამის ყველასო თქვა არ დალიოთ ეს რძე არ იყიდოთ ეს პროდუქტი ესეთი ცნობები რა ვიცი არ ხდება ხოლმე მე ასე თუ ისე როცა დრო მაქვს ვეცნობი ქართულ ონლაინ პრესას ასე თქვა ხო მაგრამ სახელმწიფოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი რა და ნუ ქართულ პროდუქტს უტყდება კიდე სახელი ანუ საუკეთესო კომპანიები როცა ესე იქცევიან თქვა ესე იქცევიან ანუ ეს როცა ხდება ეს რაღაც ანუ რა უნდა მოსთხოვოს სხვა არადიდ წარმოებებს ხო ზოგადად სულ გვაქვს ჩვენ აი რა ჯობია სოფლის პროდუქტი ჯობია თუ ქარხნული პროდუქტი ჯობია და რა ვიცი რაც დრო გადის ახლა წუნდები მე რომ სოფლის ჯობია უფრო რა ეს არ არის ყოველთვის ესე წესი იმიტომ რომ გააჩნია ხო ახლა თევზი მაგალითად რა თქმა უნდა ბუნებაში დაჭერილი ჯობია, მაგრამ ის ბუნება იმ ადგილას შეიძლება ისე იყოს დაბინძურებული, ისევ ფერმის ჯობდეს. და იგივეა რძეზე, იგივეა ხორცზე, იგივეა ყველაფერზე აბსოლუტურად. ხო, ანუ გააჩნია რა, ერთგვარო ცალსახა პასუხი არ არსებობს ამ შემთხვევაში. ნუ ზოგადად რძეზე ვთქვათ და ხორცზე რა, ანუ ქათმის ხორცი ზოგადად რამდენად სასარგებლოა თუ არა კვების რაციონისთვის, ნუ ცილის ძალიან დიდი წყარო არის. და ნუ ვეგეტარიანები ცხოვრობენ კი 4-5 წელს უფრო დიდხანს დამტკიცებულია, მაგრამ ასევე ისინი მეტადულიან თავს, და შეიძლება ეს მამის ბრალი იყოს, ასე რომ ხორცი არ არის ცალსახა რომ მაინდა-მაინც ხორცი არის მავნებელი. ალბათ ნუ წითელი ხორცი უფრო მავნებელია და გადამუშავებული ხორცი ნამდვილად მავნებელია. კარცინოგენის სიაშიც არის, ხო, სოფლიო ორგანიზაციის მე მგონი 2 ბ ჯგუფში არის. გადამუშავებული ხორცზე 2 აზრი არ არსებობს, მაგრამ გადაუმუშავებელი წითელი ხორცი მოხარშული აუცილებლად არა შემწვარი, იმიტომ რომ მაღალ ტემპერატურაზე ოცხი მიიწვება, ძალიან ცუდი რაღაცებს გამოყოფს. მოხარშული ხორცი, წითელი, თეთრი, ანუ 100%-ით არ არის დამტკიცებული, რომ არის მავნებელი, მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრის მიღება მაინც არ არის კარგი. ცილა და პროტეინი ჯობია მივიღოთ პარკოსნებიდან, ხო, ლობიო, ოსპი და ასე შემდეგ. კვირაში ალბათ 2-ჯერ არის ხორცი ოპტიმალური ჩემი აზრით რა. რძეს რაც შეეხება რძე უფრო ისეთი პროდუქტია, რაც კონტრავერსიული, ხო, ანუ რძეზეც არ არსებობს რაღაც ცალსახაის, მაგრამ ნუ ჩემი აზრით რაც შეიძლება ვთქვათ, რომ რძეში არის ზრდის იმას ხო უჯრედებს და მათ შორის კიბოს უჯრედებს. არის ეს insulin like growth hormone IGF, რაც როცა მეტი ადამიანს არის ძალიან ცუდი და კორელებს დაბერების ერთ-ერთი ფაქტორია, ხო, ერთ-ერთი მარკერი არის ეს IGF-ი და ამიტომ არავითარ შემთხვევაში აი ბევრი რძე არ არის კარგი. ზოგადად აი რა არის დაბერების ერთ-ერთი ევოლუციური თეორია, რამდენიმე თეორია, ბევრი თეორია, რამდენიმე არის ძირითადი აქედან და ამ რამდენიმეში ერთ-ერთი არის ევოლუციური, რომელიც ამბობს რას, რომ იგივე გენები, რაც დასაწყისში ადამიანის ეხმარებიან მას განვითარებაში, იმის რომ მიაღწიოს რეპროდუქციულ ასაკს, გამრავლდეს, რაც არის მთავარი მიზანი, ხო, ჩვენი ჯიშის ასე ვთქვათ, იგივე გენების შემდეგ
ხდებიან ანტაგონისტები, ანუ ანტაგონისტური პლეიოტროპია ქვია ამ თეორიას, ამ ევოლუციურ თეორიას. იგივე გენები ხდებიან შემდეგ ანტაგონისტები, ანუ ისინი ვთქვათ, უარყოფითად მოქმედებენ და კლავენ რა, მარტივად რო ვთქვათ. IGF-ი არის ესეთი ერთ-ერთი ბავშვს არის კარგი, იმიტომ რომ გაიზარდოს, გავითარდეს და შემდეგ უკვე ადამიანს გადაცილება 50 წელს, 60 წელს შემდეგ უკვე მისი ჭარბი ოდენობით სისხლში არის ძალიან ცუდი და ავითარებს ძალიან დაავადებას, მათ შორის კიბოს, მათ შორის პროსტატის კიბოს, რძე, ვიცით ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი არის პროსტატის კიბოსი, რძეში არის IGF-ი ძალიან ბევრი ვარჯიშიც ზრდის, იმიტომ რომ ესეც კუნთებს ზრდის, ხო და ესეც ზედმეტი ზრდა არის, ასე რომ ამასაც ძალიან ბევრი კონტროლი სჭირდება. ზოგადად ყველა პრინციპი ერთია, ხო, ყველგან რომ ზედმეტი არაფერი არ ვარგა, ბალანსში არის ყველაფერი. რძე არის, პროსტატის კიბოზე ეს დამტკიცებული არის, სხვა შორის პროდუქტები, სადაც ლაქტოზა ნაკლები, ფერმენტირებულია, ანუ შაქარი ბაქტერიებს გადაქცეული აქვს უკვე, სხვა დაფერმენტებულია, ხო, აღარ არსებობს უკვე ეისიდებად აქვს გადაქცეული, მჟავებად, მაწონი მაგალითად, ეს პროდუქტები გაცილებით ნაკლებად საზიანო არის, თუნდაც იგივე პროსტატის კიბოს შემთხვევაში, ხო, მამაკაცების შემთხვევაში. ასე რომ თუ მივირთმევთ რძის პროდუქტებს, ეს ფერმენტირებული ყველი, მაწონი და ამ შემდეგ გაცილებით სასარგებლო არის. ვიდრე რძე. აი ეს მინდოდა მეთქვა ამ საკითხზე, ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ზოგადად კვებას და აი ამ თემებს, რაც არის ჩვენს კვებასთან, ნუტრიციასთან და ჯანმრთელობასთან ზოგადად კავშირში, იმიტომ რომ ეს თემები საქართველოში ძალიან ისია, მიფუჩეჩებულია და იმის გამო რომ სხვა ძალიან დიდი პრობლემები არის ქვეყანაში, ხო, მიმდინარეც მათ შორის. არ ხდება ადეკვატური რეაგირება და ალბათ სასურველი იქნებოდა რომ სახელმწიფოს პირველ რიგში მიექცია დიდი ყურადღება ამ თემებისთვის რა. მადლობა ყურადღებისთვის.